გამოვიყვანთ ბავშვებს სკოლიდან და გათვალიერებინებთ ახლა ქურჩებს, ვისაც თბილისი მოენატრა და თან რაღაცები ვიჭორავთ. ყიდა ახლა კოკა-კოლა, ყვითელთავიანი კლასიკი კი აწერია, მაგრამ რაღაცა არ მომეწონასავით. თითქოს სიტყვა აკლია თუ გემოაკლია თუ რა ვიცი რაღაც. თეონა კი მეუბნებოდა რაღაცა სამ ყვითელთავიანებზე, მაგრამ ვერ დავიმახსოვრე, რომ რაღაცა უფრო ტკბილია, რომ რაღაცა ნაკლები. ვერ დავიმახსოვრე, არ ვიცი. მოკლედ, კიდევ ცოტას მოგიყვებით ჩემს ამბებს. Направляйтесь на северо-запад, затем поверните направо. Идите налево, затем поверните налево. Катино იყო დღეს ენდოკრინოლოგთან თავის ამბებზე და ბარემ ჩემი TSH-ის წამოიღო. და უთხრა ექიმმა, რომ ქვედა ზღვარზე მაქვს და კიდევ სხვა გორმონზე ჩააბაროსო. Затем плавный поворот направо. და ეკოც გაიკეთოსო. Плавный поворот направо. ეკო გავიკეთე და დღეს ბარემ მუშაობდა ის ექიმიც, გადავიღე, გავიკეთე და მითხრა რომ ერთი კვანძი გაქო, ცოტა რაღაცა ჩანართითო, ისეთი არაფერი, მაგრამ უნდა აკონტროლო და უნდა რაღაცა წამლები დალიო. Поверните налево. და Поверните налево. Затем поверните налево. მითხრა კიდე, სხვა რაღაცა ჰორმონიც უნდა ჩავაბარო, მაგრამ მე უკვე ხვალ, იმიტომ რომ შიერზე არ ვიყავი დღეს და ბარემ ხვალ შევალდა მაგასაც ჩავაბარებ და თვითონ ექიმი იქნება თუ მოესწრება ეს ანალიზი ხუთშაბათს თუ არა და ორშაბათამდე. მოკლედ ისიც რაღაცას დამინიშნავს, მაგრამ დღეს რაღაცა მთელი დღე თაუბრუ მეხვევა. მთელი დღე თან ეკოს რომ იკეთებდა. დაწოლილი ხო უნდა გადაეღო და დავწექი და მე რო ვდგებოდი ძლივს Затем плавный поворот налево. მოვედი გონს რო ისე მეხვევა და თაუბრუ მეთქი ახლა სადმე. დავეცემი თან რა მოვიდა რომ გასახში რომ მოდიოდი კი დავინახე რომ კომპიუტერში რაღაცას მეჭდავდა სახელი გვარი ყველაფერი შემეკითხა და პასუხები ჩაწერა კომპიუტერში, მაგრამ ცარიელი ფორმა გამომატანა თურმე სახში პრინტერში რაღაცა ორი ფურცელი ამოუვიდა და ერთი ფურცელი მომცა მეორე გადააგდო და ის რომელიც გადააგდო იქ იყო თურმე ჩემი სახელი და გვარი და ყველაფერი და ისე ჩქარება და მოკლედ მივქრივართ. კარგია მინდია დღეს. ჩემი აზრით ნამეტანიც კი თბილა, ისე რომ არაკომფორტულად ვიყავი. ჟილეტი მაცვია და ისიც მთელი დღე შეხსნილი მაქვს, ისე მაცვია. მაგრამ ხვალეც ნორმალური ამინდი იქნება და იმის მერე უკვე ძალიან დღეს სადღაც გაჩერებებზე 20 გრადუს აჩვენებდა. ორი დღის მერე ძალიან შეიძლება ამინდი და თოვლია მოსალოდნელი 3 დღე ყინვები იქნება ღამე და დღისით კიდე თოვლიო. აბა ვნახოთ როგორი ამინდი გველის წინ. ბავშვებს უცებს პარში გამომცხარი რაღაცები ვუყიდე, ხაჭაპურები და რაღაცები. ედოთ და 2 წელი ხაჭაპური ავიღე. იმედია მაგას მაინც შეჭამე. აი ეს ნახატი როგორ მიყვარს. ესეთი მზიანი ამინდია დღეს საკმაოდ. კამილას გამოვიყვანთ 5 საათზე და მე მილენას კიდე 2 გაკვეთილი აქვს. Через 300 метров поверните направо. წავიდეთ მე სახში და მე დავბრუნდები მომდევნოს.
ელიავა მარცხენა, იუსტიცია მარჯვენა. არა აშკარად რაღაცა ნიტო კოკა-კოლა არის. რამდენი გორბუსებია შენ და ამ ბოლო დროს. აიცო შენდება. რებს სანაპიროებზე ცხოვრება არ მინდა, რომ აჩქონ მაინც არ მინდა. ისეთი მტვერია და ისეთი ხმაური იქნება, რომ რა ვიცი. ეს სახლი რაც თავი მახსოვს სულ ასეა. მგონი არაფერს არ აკეთებენ. სულ ესეა და. Через 300 метров плавный поворот направо. აბა. აი ხლა აი მართლა შენებენ, აგერ არის ხოლმე. არა, ვინდეს გიყოს ეს. რა მდგომარეობაში არის სულ და სულ. Плавный поворот направо. Затем поверните направо. Поверните направо. აბა დამაცადე. რა მაგარი სათაური აქვს. აბა დამაცადე ქვია ლუდის კაფეს. მოდი ვნახე და კეთი რაღაცები კიდე. აბა დამაცადე. ამ ბოლო დროს რო იყო ბათუმში, ცუდი ამბავი. ალბათ ყველამ გაიგო. ბავშვები რო გარდაიცვალა. შენებარე ტერიტორიაზე. და ანუ თურმე გაირკვა რომ ჯართის საძებნელად იყვნენ წასული ეს ბავშვები საღამოს მარტოები, პატარები. თან როგორი პატარები? 4 და 6 თუ 7 წლის. არა, 4 და 5. 4 და 5. აი წარმოიდგინეთ. მაგ ხელა ბავშვს რო გაუშვებ ჯართზე შუა ღამეს ლამის 9 საათი იყო ხო? სკრისკენ იყო რა. ყველაფერი გასაგებია, შეიძლება მართლა უჭირდათ, მაგრამ თუ გიჭირს და თუ ვერ აცმევ ბავშვებს. მაშინ რავი, ჩემი აზრით ჯობია ჩააბარო.
ვიდრე ასეთ მდგომარეობაში და ასეთ პირობებში აცხოვრო ეს ბავშვები. ძალიან მეთქი ნახული, რომ ასეთ პირობებში კიდე ცხოვრობს ჩვენთან ხალხი, რომ მართლა არ შეუძლიათ შეიძლება ბავშვების დაპურება. მაგრამ ეგეც არ არის გამოსავალი და ნამდვილად არ არის ასეთი მშობლები გასასამართლებლები. ჩემი აზრით. ძალიან შემეცოდა. მაგრამ ხშირად მინახია, რომ აი ეს ეზოებში, სკვერებში 6-7 წლის ბავშვებს დაყავთ თავისი პატარა დები, ძმები გასასეირნებლად. ერთხელ იყო ორი ესეთი პატარა ბავშვი შეირნობდა სკვერში და რომ გამოვიხედებ, მშობლები არ ჩაგდნენ, შევეკითხე მეთქი თქვენ ვისთან ერთად ხართ მეთქი, ანუ დიდები სად არიან თქო და ჩვენო სულ ესე დავდივართ რომ მარტო რომ მე ვასეირნებ ჩემ ძმასო, მე უნება ის 6 თუ 7 წლის იქნებოდა ის ბავშვი. ძალიან გამეგვირდა და მე გვიკვირს რაღაცები და ვიღაცას ვაბრალებთ რომ აი რატო ესე და რატო ასე. იტყვიან ახლა რატო არ იყო შემოღობილი ის ტერიტორია? არა, ეგ თავისთავად უნდა ყოფილიყო შემოღობილი. კაი, კი ბატონო, უნდა ყოფილიყო. მომენტი ეგ არის, რომ ახლა ესეთი პატარა ბავშვი ღამის საათებში მარტო როგორ უნდა გაუშვი, მე არ ვიცი, მე ვერ წარმოვიდგენი ახლა ჩემი შვილი, უფროსი არის, ხო, მაგრამ ახლა საღამოს 9 საათზე და 8-ზე გაუშვა მარტო სადღაც რაღაცის საძებნელად. ან ერთს მილენას გააყოლე კამილა და ესე გაუშვი გარეთ. უბრალოდ ვერც წარმოვიდგენ. კი არ გავაკეთებ, ვერც წარმოვიდგენ გონებაში. როგორც არ უნდა ცუდად ვიყო, რამდენი საქმეც არ უნდა მქონდეს და ასე შემდეგ. არ არსებობს უბრალოდ ეგეთი სიტუაცია. მაშინ საერთოდ არ გაუშვებ არც სკოლაში და არც არსად. ვიდრე ეგრე. მოკლედ. თქვენი აზრი მაინტერესებს აბა, დაწერეთ კომენტარებში. განან ისი ამ შუაგზაში და კი მესმის, კაი მათხოვრო, მაგრამ ცოტა ისე მაინც დადექი, ბიჭო, კიტრი ხარ, ხახვი ხარ. მეორეჯერ ამოხვალამ დედამიწაზე, უკვდავი ხარ თუ რა არის? განან შუა ტრასაზე, თან ისეთ შემოსახვევში უცებ აღმოჩნდა წინ. აი მე და რა ვიცი. აი რა ქვია, მარკეტინგის სრული აპოთეოზი, ესთეტიკის ცენტრი მეორე სართულზე, პირველ სართულზე მეორადების მაღაზია. ხო ძალიან მაგარია. ძალიან ერთმანეთთან შესაბამისად გამოიყურება. მამაზიცა ეხლა ვარ საბურთალოზე? საბურთალოზე ხალდივარ მუცობიძის ქუჩაზე. ბოლტი მიქრის. აქედან ბოლტი მოკრის. ისე ამათ რო ენერგია აქვს და რო დაქრიან მთელი დღე რა, ამათ რო ენერგია აქვს. მეწიწილი სტუდენტები და ინდოელები. ესეთი მე არ ვიცი. დღეს ერთი ინდოელი გოგონა მოდიოდა მთლად სარაფანში და ძალიან თხელი რაღაცა ჰქონდა შემოფარებული ესე ბეჭებზე. რაღაცას ვლაპარაკობ, მგონია ვიღებ და თურმე არ ვიღებ. მაგრამ ასეთ საცობებში რო დგავართ ხოლმე ჯობია. ხანდახან მგონია რომ ჯობია სოფელში ცხოვრება, ვიდრე საცობებში ნახევარი დღე რო
დგახარ. კარგავ დროს. დროს არა, სიცოცხლეს კარგავ უაზროდ. ანუ ჩემი სიცოცხლის ყოველ დღე, ესე იგი მინიმუმ 1-3 საათი, აი ამ უაზრობაში, აი მარაზმში იკარგება. მართლა უკვე ისეთ მდგომარეობამდე ის ხალხი რომ ანუ უბრალოდ დგახარ და უბრალოდ ნერვები გეშლება. და რო შეიძლება აი ამ 3 საათის განმავლობაში სხვა რაღაცები აკეთო, რომ წარმოიდგენ, ხო, რომ სხვა რაღაცების გაკეთება შეიძლება. და შენ კიდე უაზროდ დგახარ. 6 საათზე რო სამსახურს ამთავრებს კაცი, 8:30-მდე ან მოდის სახში, ან კიდე ვერა. და რომ მოდის კიდე всё გათიშულია. იმიტომ რომ დაღლილია. Нервы მოშლილია და ასე შემდეგ. Поверните налево, затем продолжайте движение прямо. და თან წარმოიდგინეთ ქალაქში, რომელშიც არის მეტრო, კიდევ ესეთი მოძრაობა. აქ მეტრო რო არ იყოს, ალბათ Продолжайте движение прямо, затем ხალხი ვესად ვერ წავიდოდა. აი, აქეთ საერთოდ რასოდეს არ ყოფილვარ. თუ არ ჯობდეს სოფელში ცხოვრება. დატოვე აქ ერთოთახიანი, დანარჩენით რაღაცა სოფელში იყიდე სახლი, მიწა, ეზოც გექნება ყველაფერიც და поверните налево. И мы счастливы, да? Через 200 метров резкий поворот направо. რაღაცა ის არის, რაღაცა იქნება ან სკოლა ან რაღაცა, ხო? წეუბია ძალიან ის შემოყვილი. Резкий поворот направо. Затем ваше место назначения будет справа. დედო, როგორ ზემოცხოვრობენ? აი ხო თქვი სკოლასავით რაღაცა. თითქოს. Ваше место назначения находится справа. Ничего себе, როგორ მოგაცხოვრობენ. ეხლა მივდივართ კამილას გადასარჩენად. რიგითი კამილას გადასარჩენად ტირე გამოსაყვანად. გიქით შენს მხარეს. მეუბნება ხოლმე. ტირეს რო ვეუბნები დაწერე მეთქი ტირე და ტირე არაო, მასწავლებელმა უბითხრა დეფისიო. მეთქი დეფისიც არის, მაგრამ ტირეც ითქვის. ცუდი გამოსასვლელი ხა ეს. კიდე გამოვიდე და გხმარო. შენ თუ გონია რომ მე რამე მესმის? ვალ გამოსაყვანად და გეხმარები თორემდე. ოპს. ხა იქაც ვერ გავდივარ, ნახე. კედელს. გამოვიდე. არ გინდა. მესამე პაპით კიდე ხო გავიდა. 1 2 3 40 წუთი კი გვაქვს და მოვასწრებთ მგონი. მოკლედ რა გამოვიდა ჩემი ანალიზები ყველაფერი ზღვარზეა. ჰემოგლობინის ზღვარზე, გემოგლობინის მაგნიუმის ზღვარზე მინიმუმზე გაქვს ყველაფერი. ხო. და TSH ზღვარზეა. მე თვითონაც მინიმალური გოგო ვარ. მინიმალისტური. ასეთი ამბები. აი მინდა მე ეს ნერვები ახლა ისწავლეო, არებაო, არ გინდაო, არ მინდა რა თმინდა ესაც მშვენივრად ვარ ჩემთვის აგე. სადაც ირაკლის ვერ მიყავარ, კიდე ტრანსპორტით დავდიო, ან კიდე ფეხით. რაც ეს მანთან ისტარებო კიდე. ეს ბენზინის ფული ვხარჯობდი. არ დავაზიანებ ეკოლოგიას. დავდივარ ფეხით. ასეთი ამბები. საბავშვო ბაღი. აუ, როდის ხაც ეს დავინახე სადღაც ვიდეოებში Georgian American Press School.
მე მგონი ემილიას ვიდეოში. ემილიას ვიდეოში ალბათ ხო ვეჭველი. Georgian American Press School 558-811-67 მეგობრებო რეკლამა. ეს არის ნუცუბიძე? ეს არის ნუცუბიძის ქუჩა, ხო. ზევით არის პლატო. აი ნიკორას მოპირდაპირე მხარეს მეგობრებო. შეაყვება უფასო რეკლამა. უფასო რეკლამა ხო, ასე გამოვიდა. ამოტყდი ხა რამდენს გიხდიან მაგას. რამდენს მიხდიან. ხო. ჩერჩერობით არაფერს სამწუხაროდ. ნამდვილად და მილიონებს აკეთებ რეკლამებში და არა. ნეტა ვაკეთებდე, ნეტაო. ნეტა ვაკეთებდე. ასე რომ მეგობრებო, Georgian American Press School. აბა ეხა თქვენ იცით. ნახეთ რა მხოლოდ რეკლამა გაგიკეთეთ. Press School, ანუ даже не kindergarten. ანუ ბაღიც არ ითქვება, მაგრამ რაღაცა სკოლამდე სასწავლებელი ცენტრი ესე გამოდის. აი შენ არ შეიძლება მასე. შეიძლება. გადარბენა. ხო, რა ვიცი, ერთი ინდოელით ნაკლები იქნება. ირაკლი. არა, ნუ ხა კი არ გავიტანდი, მაგრამ. კი არ გავიტანდი, მაგრამ. ой, მე მერტო გოპატიეთ. არ შეიძლება. რამდენი გრაფიტი ხატია ამ ქუჩაზე. ძალიან ლამაზი გრაფიტი იყო, მაგრამ მე გადავიღე. აი ესეთი ამინდი არ უნდა იყოს ზამთარში რა, არ მიყვარს. ყველა სეზონს თავისი ამინდი შეეფერება. არა, მე მიყვარს ესეთი ამინდი, უბრალოდ ეგ არის რომ ესეთი სითბო როცა დგება, მე ხოლმე იწყება ესენი ვირუსები და მთელი ამბები. მეტა როდის არ არის ეს ვირუსები სკოლაში? არა, ნუ სითბო ხელს უწყობს ამას, ნაადრევად მოსული სითბო. მილენას გაუხარდა უკვე პეპლებმა გაიღვიდესო. კაც რაღაცა გრაფიტი ხატია მინდა გაჩვენო. ვერ გავიგე რა ხატია. ჩიტებია თუ რა. აბა დავაკვირდეთ. ჩიტებია მგონი რა. სკოლაში ხო დადის ქართულ ცეკვებზე და უკვე დავიწყეთ ოსური ილეთების სწავლას, ხო და მე ვუთხარი მასწავლებელს რომ მე ოსური ვიცი უკვე ცოტაო და მეთქი თუ უთხარი მეთქი ენა რო იცი, მაგას ეგონება მეთქი რომ ცეკვა იცი ცოტა უკვე ოსური და უი არ ვიცი უთხარი თუ არაო საერთოდ არ უთხრა მე უკვე ვიციო ცოტა ოსურიო კი რო ვთხარი ენა იცი და არა ცეკვა სლამაზია მაგრამ უბრალოდ ეგ არის რომ კორპუსის რა ქვია წინა მხარეს ხატი ანუ კორპუსის კედელით დახატეს მაგრამ იმდენად გაუბედურებულია რომ იქით ამშვენებს ეს ნახატი დელტა რაღაცა წერწერებიც არის ანუ მე მგონი მათი ხელწერაა ხოლმე ვინც ხატავს ხო რაღაცა ეგეთი აი ეს კოიდ რაღაცები ალბათ ხო და რანერი ჯულის ადამიანები ხო რამდენი უცხოელებია აიდან აუ ეს შენობა მომეწონა ძალიან რაღაცნაირი ძალიან სამიცებია ყურადღებას ლამაზი დავდიო სამსახურიდან შენ დეტალებს არ აქცევ ყურადღებას საერთოდ მე ხო იცი ვაქცევ ასე უნდა მივაქცე მე ერთი დანახვით შემიძლია ვთქვა რაღაცეები ადამიანზე აი დაუშვათ ეს ქალბატონი მიდის და რაღაცეები შემიძლია ვთქვა ხო მაგას შენ კიდევ რაღაცას არ აქცევ ყურადღებას ნუ ეს უბრალოდ მე მგონი კაცების და ქალების განსხვავება რაღაცა არასასარგებლო აზრებით
რატომ უნდა გავივსო ჩემი თავის ტვინი? აი მითხარ, რატომ უნდა გადავტვირთო პროცესორი ზედმეტი ინფორმაციით, რომელიც არ მჭირდება საერთოდ. ადამიანზე ახლა შეხედავ და მაინტერესებს ნეტა რას აკეთებს ეს ადამიანი, რითარი დაკავებული, როგორი ცხოვრება აქვს, საცხოვრობს და ასე შემდეგ, რამდენი შვილი ყავს. არ გინტერესებს? აბსოლუტურად. აი, ეგეთები ხართ მამაკაცი. მაინტერესებს ყოველთვის. აი სოფლიდან რომ მოვდივართ ხოლმე უბრალოდ მარშრუტით ხომ მივდივართ და ბევრი სახლები ხო ხვდება ხა გზაში და სულ მაინტერესებს აბა ხა იმ სახლში ნეტა ვინ ცხოვრობს. რამდენი ოჯახის წევრია, ბავშვები არის თუ არა და ასე შემდეგ. საინტერესო. ჩემი აზრით. შენი აზრით სულ. ჩემი აზრით საინტერესოა ახლა რამდენ წამში აინთება ეს შუქნიშანი. აბა. რა შეიძლება მეტი გავასწრო დროზე აქიდან. სიმსიმ აინთე. ასეთი ამბები ჩამოკარგებო აი. ძნელია მამაკაცების და ქალების ურთიერთობა. როცა სხვადასხვა აზრებია წუხა. მუშმარის ხედა ვინახე ხა და ისე მომინდა. ძალიან შემიყვარდა. სხვათა შორის ჯუღანში ჩვენთან ახლოს ერთ მიტოვებულ სახლში არის მუშმარის ხე. და მისი ტოტები აქეთ გზაზე ჩამოიწევა ხოლმე და გადის იყო რომ გავასინჯე პირველად იცი ჩვენებს. არც იცოდნენ მაგისი გემოსაერთოდ. შარშან წინ მე მგონი 2 წლის წინ. ჯიჯომეს რა არის ვაფშე არც მინახიაო. აბერტი გავასინჯეო. და მე ხო არ ვიცოდი სანამ თქვენ არ იტყოდით. 3 ან 2 ცალი ხოლმე დიდი კურკა აქვს. თქვენი ძალიან მართლა ძალიან გემრიელია. სხვათა შორის ხილი ვაფშე ყველაფერი მიყვარს რაც არსებობს. ყველანაირი ხილი მიყვარს. მე მგონი კაი გასეირნება გამოგვივიდა ხალხმა დღეს ძალიან ისეთი. სხვათა შორის თონე ისე გვახსნეს ჩვენთან ახლოს გარაჟში. იქ გახსოვს? მაგრამ ის ძალიან წვრილი თონის პური რო არის ხოლმე ეგ არ მიყვარს. უცებ თუ არ შეჭამე მე ძალიან ხმელია ხოლმე. გადავიდეთ სოფელში საცხოვრებლად და გავხსნათ თონი. ფორს დააწყობ. რატო არ დავაწყობ რა? შენ დააწყობ, მე მოვიტან ფვილს. მე დავაწყობ თონეში პურს. რატო ვერ დავაწყობ? შანსი არის, ჯერ ერთი დაბოწნევიანი ვარ და ერთად ჩავარდები და ვეღარ მომიხებ აქედან. მე მოგამარაგებ, მოვიტან ფვილს. თონეში პურის ცხობას ისეთი ჯანი უნდა რომ არა მე იმაზე რავე ბუგალტრად დავდგები. მე როგორი საყვარელი ქუდიაფარია გოგონას. ძალიან საყვარელი მართლა. პამპონიანი. არა, განაცუდი აზრი კი არ იქნებოდა სხვათა შორის. ჯუღანში ხა, აი დაუშვა ჯუღანში. არ არის ფაქტიურად, თუ გადიან იმაში, ხო, რა ქვია, სანიორეში დადიან პურის საყიდლად. ისიც შენ თუ გონია რომ სანიორეში სულ არის პური არა? ხო და იქ რო გექნება პატარა მაღაზიასავით პურის და თონე რო გექნება, სულ გეყოლება კლიენტურა. ყველა სოფელში უნდა იყოს, მე არ გოხშიც არ არის თონე. არა და რამდენი მოსახლეობა არ გოხში და განო ყველა კი თავისთვის კი არა. მაგრამ ალბათ ძირითადად ყველა თავისთვის აცხობს თვითონ რომ აცხობს, მაგრამ ხო არის ისეთი ხალხი, რომელიცაც არ შეუძლია დაუშვათ. არის. და ამიტომ მაღაზიაში მოვაქვთ ხოლმე პური, იქ მაღაზია კი არის, მაგრამ როგორც ასეთი თონე არ არის. და მე ვფიქრობ არ იქნებოდა ცუდი. აბა თონეში ისეთი არაფერი არ არის, რაც ფუჭდება დაუშვათ, ხო? იმდეს გამოაცხო. თავარია ისე უნდა კონდეს შენ უბრალოდ შენახული და ესე ხა თაგვები და ვირთხები რო არ გაგიჩნდეს. ეგ რა თქმა უნდა ხო. სახალხო კონტროლი რო არ დაგადგეს მე. აი მე ყველა სახალხო კონტროლზე უფრო ისმე თვითონა ვარ. და შენც სხვათა შორის სკრუპულოზური. ეს მეგობრებო ხანდახან ისეთ სიტყვას ვიტყვი ქართულად. რუსულით გადაკეთებული, რუსულიდან გადაკეთებული არ გაგიკვირდეთ თუ რამეს არასწორად ვიტყვი და შემისწორეთ ხოლმე არ არის პრობლემა. იმიტომ რომ
იცით რომ მაინც და მაინც აუ ესეც რა საყვარელი სახლია ძალიან რაღაცა წრიპინებს ხო? არ წრიპინებდა ეს ადამიანი როატრონზე მაშინ წრიპინებს უკანა დანკე ესეც კი რაღაცა გერმანული ო აი დოიჩ რაღაცა კვალიცი გერმანული ხარისხი უყურეშე საყვარელი კორპუსი ეს заложила немножко. Я тоже. Да? Да, я сейчас когда спускался. А вот это ламазия. А, ძალიან საყვარელი არ მინახავს აქამდე ეს. Life's good. Oh, good, მაგრამ აბა. შეგარგებს მე good lights. ეს რაღაცა ცოტხასიათი ვარ ამ ხელა ის არის ატკი აუთლეტი ისი აუთლეტია რამდენი ხანია თეთრი რა ამბავია ერთი ორი სამი ავიდა ხა გერისოთ გაეტიეთ დროზე ძალიან აინთო всё შუქნიშანი ამუშავდა ძალიან კარგი ნახოთ აბას ადარი ჩვენი კამიშოკი თუ არ არის გამოსული წუთზე გამოვიდა ხოლა მაგრამ შეიძლება გამოსულიც არის
ოღონდ არ დაგაგვიანდეს, კაი. Камила! Кэти არ უშავს ნახე რა კარგი გოგოა. ვერ გაიგონა, მეცა. კეთი, მადლობა დიდი. ჭამ. კარგა. ეხლა, მოდი. მომეცი, შენი ჩანთა მომეცი. ეკეცი. მილენა იყო გამოსული? კი. დაინახე? კაი, შევიდა? ნახე. დიდი ხანი მელოდებოდი? არც. ეხლა გავიდნენ შენი ბავშვები და ვინახე რომ გადიოდნენ ამ წამს. როგორ ახალ? კარგად. შემოიცი ჩოჩხლე. Всё хорошо? Ага. Хочешь. Ай, Милена, იხედება. აბასადარი. აგვინახ. ესე გულს მაჩვენებდა. დამინახა ფანჯრიდან. ესეც მილკამილად ყოსებია. ზონდა ცხაღმერთო ჩემო. ვიღაცა მიხვირო და კიდე ვიდეოს იღებო. მე მგონი დავიგე. ვიღაცა ყვირო და მაგრამ არ მეგონა რომ ნახე კატას როგორ შენი კლასელი იქნება. იმზადა. ეხლა უნდა დაესხას თავს. აჰა, მას ჩიც. აჰა. აკაც არის თონე, მაგრამ